ამაღლობელის ადვოკატები ნინო წილოსანის გამოკითხვას ითხოვენ ეს მას შემდეგ, რაც ოლიგარქის წარმომადგენელმა ჟურნალისტის შესახებ კიდევ ერთი ცილის მწამებლური განცხადება გააკეთა. ნინო წილოსანმა მზია ამაღლობელის რეაქცია შეურაცხყოფაზე, ანუ დგებუაძისათვის ცილის გაწვნა ფულით დაკვეთილად გამოაცხადა. ამ მოთხოვნით ადვოკატებმა მოსამართლეს მიმართეს ბათუმის საქალაქოში პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებშიც. ნანო ჩაკვეტაძე აგრძელებს თემაზე დეტალებით საუბარს. გამოკითხავენ თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქართული ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერს ნინო წილოსანს. ეს არის შეკითხვა, რომელიც მომდევნო სხდომამდე პასუხგაუცემელი დარჩება. დაცვის მხარემ სხდომის დასაწყისშივე სწორედ ეს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა თქვა, რომ გადაწყვეტილებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება არ დაკმაყოფილების შესახებ უკვე შემდგომ სხდომაზე გამოაცხადებს. მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველები კი ამ დროს ნინო წილოსანს ცილის წამებაში ამხელენ. ადვოკატები მოითხოვენ წილოსანი თავად წარსდგეს სასამართლოში და უპასუხოს მხარეების შეკითხვებს. საქმე ეხება ნინო წილოსანის მიერ 26 ივნისს ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებას, როცა წილოსანმა მზიას ბრალი დასდო, რომ დგებუაძისთვის ცილის გაწვნაში მან ფული აიღო. იურისტების განმარტებით თუ დავუშვებთ, რომ ეს ცილის წამება არ არის, ნინო წილოსანის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული ეს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგან წილოსანი მტკიცებით ფორმაში საუბრობს ქმედების სავარაუდო მოტივზე. ამიტომ აუცილებელია ის თავად გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე. ნინო წილოსანი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია თავად მზიას ადვოკატების ამ მოთხოვნასა და შუამდგომლობას. წილოსანის პოზიციების დაცვა პარლამენტში კი მისმა თანაგუნდელებმა აიღეს საკუთარ თავზე. სასამართლო როგორც იქნება პროცესუალურად, ისე მოიქცევა ნინო წილოსანის, მაგრამ ის ფაქტი, რომ საქართველოში ჩვენ მივიღეთ როგორც იქნა ევროპული სტანდარტი, როგორც იქნა, რომ ადამიანი თუ ერთი მეორეს ცილს წამებს, ცილწამებული არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მტკიცებაში, რომ მე ეს არ ჩამიდენია, ეს უკვე დიდი მიღწევა არის. ეხლა რაც შეეხება ამ ერთ კონკრეტულ кейსს, ამას სასამართლო პროცესი თუ იქნება, შესაბამისი სასამართლო პროცესი გადაწყვეტავს რა არის და როგორ არის, მაგრამ ერთი რამეა, რომ ჩვენ ყველა ღია ეთერში ვიხილეთ, რომ ნატა ამაღლობელმა ხელი, თვისამკაცრავად მზია ამაღლობელმა ხელი დაარტყა პოლიციელს. მთელი ის ქმედებები რაც ხდება, რა თქმა უნდა, ხდება მათი უცხოელი პარტნიორების ზეგავლენით. კიდე რა დეტალებია ამ გავლენაში ჩაქსოვილი, მე არ ვიცი. შეიძლება ჩემზე მეტი ვინმე სხვა. არსებობს საქართველოში სასამართლო, არსებობს კანონი და არსებობს შესაბამისი პროცედურები. ალბათ ამ პროცედურებს გაივლიან და გაარკვევენ. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა მზია ამაღლობელის ადვოკატების მოთხოვნა და სისხლის სამართლის საქმეს დაურთო სამედიცინო ექსპერტის დასკვნა. შესაბამისად, სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარეს უკვე ექსპერტის დაკითხვის საშუალება ექნება. უარია პროცესის გაშუქების შუამდგომლობაზე. ეს მზიას პირველი სასამართლო სხდომაა, სხვათა შორის მას შემდეგ, რაც სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომელთა გამოც მედიას პრაქტიკულად სრულად ეზღუდება სასამართლო პროცესების გაშუქება და მონიტორინგი. მედია მენეჯერის სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვით გრძელდება. წოთა ხანში წესით ბათუმელების მთავარ რედაქტორს ეთერ თურაძეს მოусმენენ.